იაგო ხვიჩია გირჩის წარმომადგენელი და დიმიტრი ლორთქიფანიძე დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი არიან ჩვენი სტუმრები. საღამო მშვიდობისა ბატონებო, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ბატონ დიმიტრი, რით ახსნით, ასე ვთქვათ, პოზიციას, სადაც ყველანაირი გამონაკლისის წინააღმდეგ მიდიხართ, იყო გასხვისების საწინააღმდეგო მოძრაობები და არის კიდეც საქართველოში მიწასთან დაკავშირებით, მაგრამ იქ რაღაც გამონაკლისებზე მაინც საუბრობდნენ ამ ინიციატივების ავტორები. თქვენ დღეს თქვით, რომ არანაირ გამონაკლისს არ აპირებთ. მოგესალმებით, საღამომშვიდობის. ბატონ ვახტანგ, მიესალმებით ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში ბატონ ცერცვაძესთან დაკავშირებით, როგორც უფლებადამცველმა არ შემიძლია ზუსტად 20-30 წლის განმავლობაში არ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მისი მოქალაქე, სადაც არ უნდა იყოს ის და სადაც მას მიუწვდება ხელი საერთაშორისო კონვენციებით იქნება თუ სამართლებრივი დახმარების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ჩვენი მოქალაქის უფლებები და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საყოველთაო პროტესტის ფონზე, საყოველთაო საზოგადოებრივი ინტერესის ჩარჩოებში ბატონი ცერცვაძის უსაფრთხოება იქნება დაცული საერთაშორისო კონვენციების და ჩვენი კონსტიტუციის ფარგლებში. და მე პირადად უერთდები მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ღონე ვიხმაროთ იმისთვის, რომ ეს ადამიანი გადავარჩინოთ, ასე ვთქვათ, უკანონო პატიმრობას, აგნებოთ უკანონო სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენებას მის წინააღმდეგ. ეხლა რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას, ბატონ ვახტანგ, დიახ, დემოკრატიული მოძრაობა არის ინიციატორი იმ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, ასე ვთქვათ, კონსტიტუციური კანონის პროექტისა, თავისი განმარტებითი ბარათით, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ. პირადად მე გახდით მიწის დაცვის კომიტეტში, როდესაც ეს საკითხი წამოიჭრა აკადემიურ წრეებში, ჯერ კიდევ ბატონი პაატა კოღუაშვილის მიერ, მიხეილ ჯიბუტის მიერ, ჩვენი აკადემიური წრეების მიერ იქნა შემუშავებული ძალიან საინტერესო კონცეფცია. შემდგომში ჩვენ მიწის დაცვის კომიტეტმა და ამ კომიტეტში შემავალმა პირებმა ვიმუშავეთ ძალიან ბევრი იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა მნიშვნელობა იმისა, თუ რატომ უნდა მოხდეს ამ საკითხის, ასე ვთქვათ, განვრცობა და საზოგადოების ინტერესამდე, ასე ვთქვათ, მიყვანა იმ მნიშვნელოვანი საკითხისა, რაც მიწის საკუთრების უფლების რეგულაცია გვია საქართველოს კონსტიტუციაში. მოგახსენებთ ასევე, რომ აღნიშნულ ინიციატივაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დემოგრაფიული განვითარების საზოგადოება 21-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბატონმა ზვიად ტომარაძემ, სხვადასხვა დროს ჩვენმა სხვა მეგობრებმაც და დღეს დემოკრატიული მოძრაობა გვევლინება კონსტიტუციური კანონის პროექტის შემომტანად და წარმოდგენად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში და მისი ძირითადი არსი არის ის, რომ საქართველოს მიწები დავიცვათ, ასე ვთქვათ, ხელყოფისგან იმ რეგულაციების არქონის პირობებში, რომლის ფარგლებში შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიურად ნიავდება მათ შორის ელექტრონული აუქციონების საშუალებით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები. ეს რა თქმა უნდა დღეს არ დაწყებულა, ჯერ კიდევ 8 წლის წინ დაიწყო ეს მავნე პრაქტიკა, განსაკუთრებით დიდი ტკივილით აღნიშნავდნენ ტრანსსასაზღვრო ზოლში საოკუპაციო ხაზთან იმ რაიონის მკვიდრნი, მაგალითად გორის რაიონის სოფელი დიცი მახსენდება, სადაც ერთ ღამეში მათ გაუყიდეს 34 ჰექტარი მიწა. დღეს საქართველოში სრულ ინვესტიციატევადი გახლავთ 400,000 ჰექტარი მიწა და მე სრულად არ ვეთანხმები საქართველოს იუსტიციის მინისტრს ქალბატონ თია წულუკიანს, რომელიც აცხადებს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა შეიძლება თურმე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი იქნება, ესე იგი, წარმოდგენილი მსხვილი საინვესტიციო პროგრამა. 400,000 ჰექტარის შეძენა დამერწმუნდათ 1-2 კორპორაციის ძალიან მარტივი მცდელობის შედეგად შეიძლება იქნეს ჩაგდებული. ბატონო, არსებობენ რეალური დაინტერესებული პირები ან აი კორპორაციები ახსენე, რომელთაც უნდათ ამ მიწის შესყიდვა. ჩვენ ვიცით ქართულ ოცნებას რა პოზიციაც ჰქონდა თავიდან და მორატორიუმს უჭერდა მხარს, მაგრამ ახლა სხვა სახის განცხადება გაკეთდა, ხომ? თუ იქნება მსხვილი პროექტი, მაშინ დავთანხმდებითო. რატომ ამბობს ამას მთავრობა? ის თქვენ ხედავთ ხიფათს და მთავრობა ვერ ხედავს ამ ხიფათს, თუ რა შეასაკეთ? იცით, ბატონო ვახო, დღეს ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ ძალიან კაფიოდ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის განსაკუთრებული სტრატეგიული რესურსი, რომ ეს არის მილევადი რესურსი, რომ ეს არის გაუმრავლებელი რესურსი, რომ ეს არის ძნელად განახლებადი რესურსი, ეს არის ის უმთავრესი ღირებულება, რომლის გაყიდვა არ შეიძლება. ეს ფრაზა ამ შემთხვევაში ეკუთვნის მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და შეუძლებელია ვინმე არსებობდეს ჯანსაღად მოაზროვნე პატრიოტი თავისი ქვეყნისა და აი ამ პატარა ქვეყანაში მიწის გაყიდვას დაუჭიროს მხარი სასოფლო-სამეურნეო სტრატეგიული დანიშნულების მიწას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ყოველგვარი რეგულაციების არ
არარსებობის პირობებში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის დანაშაულებრივი აქტი. Რა თქმა უნდა, არსებობს დასავლური გამოცდილება, მე მინდა გითხრათ, რომ განმარტებითი ბარათი, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში არის წარდგენილი დაახლოებით 8 თუ 9 ქვეყნის მაგალითს მიმოიხილავს. ჰოლანდიის, დანიის, შვედეთის, გერმანიის, ავსტრიის, ბულგარეთის და ყველგან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებობს ძალიან, ასე ვთქვათ, რთული ბარიერი იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის სახელმწიფოს მოქალაქე დაეუფლოს სასოფლო-სამეურნეო მიწას. პირველ რიგში არსებობს ერთგვარი, ასე ვთქვათ, დათქმა იმისა, რომ აგრარულ სფეროში მოღვაწეობის ძალიან დიდი გამოცდილების გარდა მას უნდა ქონდეს, ასე ვთქვათ, იმ ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობის 5-დან 10 წლამდე პერიოდი. გარდა ამისა, ის უნდა იყოს ლიცენზირებული იმ სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის უწყების მხრიდან, დეპარტამენტი იქნება თუ ეს სამინისტრო და ყოველი აი ამ ბარიერის გავლის შემდგომ პირს ჰიპოთეტიურად ეძლევა შესაძლებლობა გახდეს მესაკუთრე. მაგალითად, შეერთებული შტატების სავარგულების მხოლოდ 0.7% არის, ასე ვთქვათ, გასხვისებული. ასევე არსებობს სხვადასხვა პროცენტული შემადგენლობა იმ გასასხვისებელი ფონდებისა, სასოფლო-სამეურნეო მიწების, რომელიც ევროპის წევრ სახელმწიფოებში მოქმედებს 5-დან 10%-მდე. რა თქმა უნდა, მომავალში მე უნდა შემოვიყვან, მე დაგიბრუნდებით ისევ ბატონ იაგოს დაასრულეთ წინადადება და ბატონ იაგოს უნდა მივცე შესაძლებლობა რომ გამოთქვა საკუთარი. უმთავრესი ერთ-ერთი მოტივატორი იმისა, რაზეც ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ ისაუბრა, არის ის, რომ ფაქტობრივი ოკუპაციის პირობებში, როდესაც ჩვენ ოს და აფხაზ ძმებსაც აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა მიწასთან დაკავშირებული, თქვენ იცით, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ძალიან დიდი საპროტესტო აქციები იმართება უკანონო პრივატიზაციის აქტებთან დაკავშირებით მიწას გულისხმობ ამ შემთხვევაში. ასე რომ ჩვენ მთლიანად გამოხატავთ ერთ ნებავს. როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ისე არაოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები, საქართველოს მკვიდრნი, საქართველოს მოქალაქენი და კიდევ ერთი ნიუანსი, რაზეც ქალბატონმა ნინომ ისაუბრა, არის ის, რომ პრეცედენტი იმისა, რომ რაღაცა გარკვეული ფონდი, ინვესტიცია ტევადი გამოვიდეს ლოტად მომავალში, რაღაცა გარკვეული პროცენტის დონეზე, როგორც არის ეს მთელს მსოფლიოში, თქვა და ცივილიზირებულ ქვეყნებში, შესაძლებელია განხილულ იქნეს მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდგომ. აი ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი პოზიტიური პირობა, რომლის ამოქმედების შედეგად გადავიდი. აი ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია დისკუსიის რეჟიმში, არაერთხელ ყოფილხართ ამ თემაზე. აი დღეს მოვისმინეთ განცხადება, სადაც კიდევ უფრო მკაცრ მიდგომაზეა ლაპარაკი. თქვენი აზრით ეს არის პოლიტიკური თემა თუ ხედავთ რაიმე, ასე ვთქვათ, ხიფაც დღევანდელი განცხადება, რაც მოისმინეთ მას შემდეგ? არა, ეს ჩვეულებრივი, ჩემი აზრით, ჩვეულებრივი პოპულიზმია. ეს პოპულიზმი იყო წარსულშიც, არის გვაქვს აწყოშიც და გვექნება მომავალშიც. ანუ ქართველი პოლიტიკოსები რაღაც მიწის თემით ძალიან ხშირად სპეკულირებენ და ეს ყოველთვის ხდებოდა ანუ არ გვაქვს ჩვენ ფაქტობრივად ეპოქა არ ქონია ისეთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ თემაზე რო არ ყოფილიყო სპეკულირება. ახლა მე ვეცდები რომ რამდენიმე კუთხით გავშალო ეს თემა და ნახოთ აბა მართლა რეალურად არის თუ არა საფრთხე ამ ყველაფერში. პირველი ქალბატონ ნინო ბრძანებს რომ თავარი სიმდიდრე ამ ქვეყნის არის მიწაო. რაც მგონია რომ არასწორია. ამ ქვეყნის თავარი სიმდიდრე არის ქართველი ხალხი და ერთადერთი სიმდიდრე არის ქართველი ხალხი. არანაირი სხვა მნიშვნელოვანი სიმდიდრე გარდა იმისა, რაც ქართველ ხალხს უნდა და ის გადაწყვიტავს, ჩვენ არ გაგვაჩნია. ანუ ჩვენ თუ ვართ ქართველები, იმიტომ ვართ რომ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა ასე და არა მიწაწყალი ჩვენ უფრო დიდიც ხონია, უფრო პატარაც ხონია და ეს არ ყოფილა მთავარი სიმდიდრე არასოდეს ამ ქვეყანაში. ანუ მიწის რეგულაციის საკითხები პოპულიზმი ყოფილა და სპეკულაცია და რაზეც თქვენ საუბრობთ, ეხლა ეს არ არის სპეკულაცია. აი ეს არის კლასიკური სპეკულაცია პოლიტიკურ მოტივებზე ხალხთან დაკავშირებით. მე მგონია რომ ჩვენ ერთმანეთთან სწორედ ყოველთვის შერჩეული ერთმანეთს ვაცდით საუბარს და დღესაც ძალიან გთხოვთ რომ ეს ფორმატი შევინარჩუნოთ. მეორე, თუ ჩვენ ვამბობთ რომ რაღაც ამან მიიღოს საანგაშო მდგომარეობა, უნდა დავიცვათ რაღაც ქართველი ხალხი უცხოელების შემოსევისგან და ამ შემდეგ. ასევე არის არავის არ უთქვამს შემოსევისგან. დიდი ბოდიში იძულებული ვარ შეგაწყვეტინოთ ხოლმე. არავის არ უთქვამს შემოსევისგან დაცვა ამ შემთხვევაში. ბატონ დიმიტრი, ერთი მიუხედავად იმისა რომ ბევრ ამაზე არ გეთანხმებოდით, არ მიმიცია საკუთარ თავზე უფლება შემეწყვეტინება. შეიძლება ვაცაოთ ერთმანეთს. მაშინ შეიძლება ფაქტები არა, უბრალოდ თქვენ მე თქვით, ანუ სწორად გადმოეცით რომ შემოდის ხოლმე ყიდულობენ მიწის დაკვეთებს და ქართულ ხალხს არ რჩება მიწის დაკვეთი. ჩვენ ამ წუთის მოცემულობით საქართველოს მიწების დაახლოებით 0.7-0.8% არის რეგისტრირებული უცხოურ კომპანიებზე და უცხოელ მოქალაქეებზე. აქედან დაახლოებით 2/3 ამ მთელი უცხოური ქონების, ესე რომ ვთქვათ, არის 2-3 უცხოურ იურიდიულ პირზე.
ანუ არანაირი საგანგაშო მდგომარეობა ბრჭყალებში, თუნდაც ჩვენ ვთქვათ, რომ ეს უცხოელების მიერ ქართული მიწების საქართველოს მიწების დასაკუთრება იყოს პრობლემა, ამ მიმართულებითაც არ არის. მაშინ რაში მდგომარეობს პოპულიზმი, თუ კი ეს ამ საფრთხეს მაგალითად მოსახლეობა ვერ გრძნობს, პოპულიზმი ხომ ის არის, რომ რაღაც ითამაშო განწყობებზე. თუ კი ეს რეალურად არ დგას, მაშ პოპულიზმის შედეგი რა იქნება? გეტყვით. ახლა რა სიტუაცია გვაქვს საქართველოს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების ბაზარზე? ჩვენ გვაქვს ასეთი სიტუაცია, რომ თავის დროზე არასწორად ჩატარდა მიწის რეფორმა. 90-იანი წლებში ჩატარებული მიწის რეფორმის შედეგად ჩვენ მივიღეთ ის, რომ საქართველოს მოქალაქეებზე რეგისტრირებულია დაახლოებით 25%, მაქსიმალურ პროცენტს ვამბობ, მიწის ნაკვეთების, არსებული მიწის ნაკვეთების. დაახლოებით 75% არ არის რეგისტრირებული არავიზე. აქედან დიდი ნაწილი ამ 75%-ის არის ფაქტობრივ მფლობელობაში საქართველოს მოქალაქეების. ან შეიძლება მფლობელობაში არ არის, მაგრამ უბრალოდ ყველა ამ ადამიანს აქვს გარკვეული მიწის ნაკვეთი, რომელიც ტრადიციულად, მამაპაპისეულად არის მისი საკუთრება. რომელსაც უწოდებს, რომ ეს არის ჩემი მიწა. კი, მე ვარ წარმოშობით სამეგრელოდან, მარტვილის რაიონიდან, ჩემი მშობლები ცხოვრობენ იქ. მეც მაქვს, ანუ ჩემს ოჯახსაც აქვს ასეთი მიწის ნაკვეთები, რომელიც შემოღობილიც არ არის, უბრალოდ იქ არის რაღაცა ხე ამოსული, რომელსაც ზოგჯერ შეშად ვიყენებთ და ყველა ჩვენმა მეზობელმა იცის, რომ ეს არის რაღაცა ჩემი წინაპრების მიწის ნაკვეთი. ასევე აქვს ყველას ამ სამეზობლოს ერთმანეთთან სადაო 95% შემთხვევებში არაფერი არ აქვს. როდესაც სახელმწიფო ახდენს ასეთი ტიპის მიწების განკარგვას, არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ის ამას ყიდის უცხოელზე, თუ ამას ყიდის საქართველოს მოქალაქეზე, ანუ რომელიმე იურიდიულ პირზე, ამას ყოველთვის მოყვება საქართველოს მოქალაქეების პროტესტი. ასეთი პროტესტი იყო ჩემს სოფელშიც და ეს არის ბევრგან, მე როგორც ყოფილი საჯარო რეესტრის თანამშრომელს, ბევრჯერ ეს სამართლიანი, აბსოლუტურად სამართლიანი პროტესტი მომისმენია. ხა რატო არის სამართლიანი პროტესტი? იმიტომ არის, რომ ამ ადამიანებს ეს მიწის ნაკვეთები მიაჩნიათ თავიანთ საკუთრებად და დედამიწის ზურგზე არ არსებობს ამათზე უფრო ნამდვილი მესაკუთრე ამ მიწის ნაკვეთები. ანუ თუ ამას ოფიციალურად დაურეგისტრირებთ, პრობლემა ამოიწურა. ახლა რა უნდა გაეკეთებია სახელმწიფოს? მე ვეთანხმები ყველას, ვინცაც არ უნდა თქვას, რომ არ უნდა მოხდეს ამ მიწის ნაკვეთების გასხვისება არავიზე სახელმწიფოს მიერ. არა აქვს მნიშვნელობა ის ამას უცხოელზე ასხვისებს, თუ ამას ასხვისებს სხვა საქართველოში რეგისტრირებული იურიდიულ პირზე. არანაირი პრინციპული მნიშვნელობა ამას არ გააჩნია. რა უნდა გააკეთოს სწორად სახელმწიფომ? სწორად სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა გააკეთოს მიწის რეფორმა იმ ადამიანებს, რომელთაც მიაჩნიათ თავიანთ საკუთრებად მიწის ნაკვეთები და ამ ფაქტზე არ ედავება არავინ, არც მეზობელი, არც ნათესავი, არც სხვა მოქალაქე საქართველოსი ან არამოქალაქე საქართველოსი, უნდა დაურეგისტრდეს მიწის ნაკვეთები. ამის შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით 80% მიწის ნაკვეთების ამ რეფორმის შედეგად სავარგულების, ანუ შეიძლება არ შევიდეს ამაში და საძოვრები. ამას სხვა რეფორმა ჭირდება, ანუ აბსოლუტურად სხვა თემა არის, მოკლედ პრობლემის გადაწყვეტის. ეს პრობლემაც უნდა გადაწყვეს. საბოლოო ჯამში ესეც გაკერძოებით, ანუ პრივატიზაციით უნდა გადაწყვეს, მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალოდ ამ ნაწილს არ შევეხები, უფრო მარტივად რო იყოს გასაგები. სასოფლო სამეურნეო სავარგულების 80%-ის საკითხი ბედიღბალი ასე უნდა გადაწყვეს და ამის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეს საშუალება, არა სახელმწიფოს, არამედ საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეს საშუალება გაასხვისოს მიწის ნაკვეთი, თუ მას სურს ნებისმიერ პირზე და რასაკვირველია უცხოელზე. ანუ ეს მისი საკუთრება, ეს ისედაც ასე არ გამოდის, მისი საკუთრება იქნება და თუ ჩვენ ვამბობთ, რომ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები არ უნდა გასხვისდეს უცხოელზე, ნიშნავს, რომ ვერც საქართველოს მოქალაქეები ვერ გაასხვისებენ. ანუ დღევანდელი ქალბატონ ნინო ბურჯაძის ინიციატივა, მე გავიგე ასე, არ ვიცი ხა ბატონ დიმიტრი უფრო მაგრამ ნახეთ, აი კერძო საკუთრებაზე თუ არის ლაპარაკი, თუ ეს მას დაურეგისტრირდა და ოფიციალურად გახდა მისი ის, რასაც ისედაც თავისად აღიქვამს, მაშინ მას ხომ სრული უფლება აქვს, უნდა გაასხვისებს, უნდა არ გაასხვისებს, უნდა საქართველოს. არა, დღევანდელი კანონმდებლობითაც გარკვეული, ანუ დღეს მორატორიუმის პერიოდის კანონმდებლობით ეს შეზღუდვაც არსებობდა. მაგრამ ეს მორატორიუმი აღარ არა, უბრალოდ ახლა მორატორიუმის გარდა არსებობდა საკონსტიტუციო სასამართლოს ორი აქტი, ერთი გადაწყვეტილება, მეორე განჩინება, სადაც უბრალოდ ითქვა, პირველ დეკემბრიდან ეს პრაქტიკულად მოდით ბატონ
უბრალოდ დავასრულებ, ხო, ერთი მოკლედ იაგო თუ შეიძლება. უბრალოდ მე რისი თქმა მინდა რომ მე მინდა რომ საქართველოში არსებულ უძრავ ქონებას მიწას მათ შორის დაედოს ფასი. და ჩვენ თუ ვიტყვით რომ უცხოელზე გასხვისება არ შეიძლება, ავტომატურად ნიშნავს იმას რომ საქართველოში არსებული მიწის ნაკვეთის ფასი განახევდება და საქართველოს მოქალაქეებს, რომელსაც თუნდაც სწორად გადადგმული ნაბიჯებით, მათ ფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთების დარეგისტრებით მოპოვებულ რაღაცა სწორ მიმართულებას ჩვენ ვუკარგავთ მთავარ ეშხს, ასე რომ ვთქვათ. მათ ფაქტობრივად აღმოაჩნდებათ უფრო ნაკლები ღირებულების ქონება, ვიდრე ეს აღმოჩნდებოდა უცხოელზე გასხვისების შემთხვევაში და ისედაც მიწა უნდა კონდეს იმ ადამიანს, რომელიც უფრო ეფექტურად გამოიყენებს მას. და ჩვენი მიზანიც არის არა ის, რომ ვიღაც ხელოვნურად აკრძალოთ უცხოელზე ან ამავდროულად, არამედ ის, რომ მიწა კონდეს იმ საკუთრებს, რომელიც უფრო ეფექტურად ხედავთ მიწის სწორ რეფორმაში ხედავთ გამოსავალს. ბატონო დიმიტრი, მოდით თქვენ გვითხარით, რა თუ სწორად ჩატარდა ეს მიწის რეფორმა, მაშინ რა საფრთხეები იქნება და მიწის რა ნაწილზე ამბობთ, რომ საფრთხე ემუქრება აქ საქართველოს მოსახლეობას? მე ვეთანხმები ერთ ნაწილში ბატონ იაგოს იმასთან დაკავშირებით, რომ მიწის რეფორმა არის ჩასატარებელი. მეტიც არ ვიცი ბატონმა იაგომ ალბათ იცის, როგორც საჯარო რეესტრის ყოფილმა თანამშრომელმა იმასთან დაკავშირებით, რომ მიწის კოდექსი არ გააჩნია ქვეყანას. მე მინდა გითხრათ, რომ საკონსტიტუციო რეგულაცია ყველა თავმოყარი სახელმწიფოს გააჩნია, მათ შორის მაგალითად ჩვენს მეზობელ სომხეთს 31 მუხლში კონსტიტუციის, რომელიც გახლავთ საკუთრების უფლების მსაზღვრელი მუხლი, პირდაპირ უწერია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არ მქონე პირი საკუთრების უფლების რეგისტრაციაში ვერ გაატარებს მიწას და გამონაკლისებით დაშვებულია, ასე ვთქვათ, განსაზღვრულია კანონმდებლობით. აი ესეთი იმპერატიული ჩანაწერი არის. ყველა სახელმწიფოს კონსტიტუციაში, ძირითად კანონში მიწაზე რეგულაცია, რა თქმა უნდა, ასახული უნდა იყოს და იერარქიით დაბალ საფეხურზე მდგომ კანონმდებლობაში ორგანული კანონი იქნება ეს თუ ჩვეულებრივი ნორმატიული აქტი, რა თქმა უნდა, განსაზღვრული უნდა იყოს თუ როგორი მიდგომა აქვს სახელმწიფოს მიწასთან დაკავშირებით, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების კუთხითაც, ვინაიდან არსებობს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გარკვეული ინვესტიცია ტევა ძალიან მცირე, ასე ვთქვათ, საფონდო რესურსი მიწისა, რომელიც შეიძლება დაიტვირთოს გარკვეული ინვესტიციებით, მაგრამ ის რაც საქართველოში ხდება და მე ბატონო იაგო ძალიან მინდა მოგიწოდოთ რაციონალური აზროვნებისკენ, აი, მოდით ნუ გვექნება პირობითი რეფლექსი იმაზე, რომ ერთმანეთს რაღაცა წინააღმდეგობა გაუწიოთ. აი, თქვენ როგორც განათლებულ იურისტს გეკითხებით ხა, ნორმალურია ის, რომ ქვეყანაში ამ ხნის მანძილზე მიწაზე რეგულაცია არ არსებობს რა. კონსტიტუცია ფაქტობრივად ხმას არ იღებს მიწასთან დაკავშირებით, საკუთრების უფლების გამსაზღვრელმუხლში არაფერი წერია, მიწის კოდექსი არ გაგვაჩნია, ელექტრონული აუქციონებით სააკაშვილის დროიდან მიწა იყიდება, შემდგომში ეს ინერცია გაგრძელდა, შემდგომ სხვათა შორის ბატონ ზურაბ ყემალაძეს მინდა დაუფასო ამაგი და მრეწველებს, სხვათა შორის მათი ძალისხმევით მოხდა სწორედ მორატორიუმის მიღწევა, მაგრამ სააკაშვილის სწორედ საკონსტიტუციო სასამართლომ და ბატონმა პაპუაშვილმა შეძლეს ის, რომ მორატორიუმის შედეგები გაეუქმებინა და საბოლოო ჯამში დღეს მივიღეთ ის, რომ 1 დეკემბრიდან ეს პრაქტიკა კვლავ ძალაშია. აი ამ ყველაფერმა რა ზიანი მოუტანა ქვეყანას? შეგიძლიათ გითხრათ? ბოდის ვიხდი, ერთი წუთით მე გეტყვით რა. მე არ ვიცი, სტატისტიკოსი არ გახლავართ და არც სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტში არ მოიძიება ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვის დინამიკასთან დაკავშირებით სამწუხაროდ, მაგრამ თუ თქვენ დღეს მიბრძანდებით საჯარო რეესტრში, იუსტიციის სახლთან დადგებით, თქვენ კარგად დაინახავთ, რამდენად დიდია, ასე ვთქვათ, მოძრაობა სწორედ სასოფლო-სამეურნეო მიწების ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით მოიგონრა ის დრო, რომელიც საკანონმდებლო ვაკუუმის არსებობის პირობებში შესაძლებლობას აძლევს ეგრეთ წოდებულ ინვესტორებს, რატომ ამბობ ეგრეთ წოდებულს? იმიტომ რომ სინამდვილეში ეს ეგრეთ წოდებული ინვესტიციები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ რაღაცა გარკვეული შემოსულობების გამსაზღვრელი კი არ არის, არამედ იმ წარმოშობის სახელმწიფოების, იმ მოქალაქეებისა და იმ სახელმწიფოების ინტერესია. მე მქონდა შესაძლებლობა ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს კულტურის ატაშესთან მესაუბრა და მან პირდაპირ განაცხადა, რომ ჩვენი ინტერესია გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენი ქვეყანა მრავალ ათეულ მილიონიან პოპულაციას მოიცავს, ჩვენ აღარ გვყოფნის მიწები იმისთვის, რომ ვიკვებოთ, ამიტომ ჩვენ ვეძებთ ისეთ ინვესტიცია ტევად, ასე ვთქვათ, პროექტებს, რომელთაც შეიძლება სასურსათო პროგრამები გადავჭრათ. მოდით რა გაუსწოროთ პირდაპირ ბატონო იაგო პრობლემას თვალი. ჩვენ სამეზობლოებში არის სახელმწიფოები, სადაც ჭარბი პოპულაციის არსებობის პირობებში
ეს პრობლემა მათ დაუდგათ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სირაქლემას პოზაში გადავიდეთ, თვალი დავხუჭოთ და თიაწულუკიანის უტიფარ განცხადებებს დავეთანხმოთ. მე მგონი არ უნდა დავეთანხმოთ, იმიტომ რომ დღეს არსებობს როგორც არასდროს შემხვედრი საჭიროება იმისა, რომ გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ინიციატივა ფართო კონსენსუსით იქნეს მხარდაჭერილი. კი ბატონო, ვიმსჯელოთ, კი ბატონო, ვიდაოთ ფონდებთან დაკავშირებით, კი ბატონო, ვიდაოთ შემდგომში დეოკუპაციის პირობებში რა შეიძლება ჩავდოთ ამ მიმართულებით, როგორ მოვახდინოთ ჰარმონიზირება ევროკავშირის კანონმდებლობასთან იმგვარად, რომ გარკვეულ ვალდებულებებთან დაკავშირებით გქონდეს პირდათელი დამოკიდებულება, მაგრამ ის რაც დღეს ხდება საქართველოში, არის სასწრაფო წერტილ დასასმელი ბატონო ვახტანგ. აი ეს არის ჩემი გასაგებია, ბატონი იაგოც და შემდეგ უნდა დავასრულოთ გადაცემის ეს ბლოკი. რა, ბატონო დიმიტრის შევეხმიანები უბრალოდ მან თქვა, რომ არ არსებობს ამ თვალსაზრისით რეგულირებები. მე წაკითხავთ ორი მავნებელი კანონის დასახელებას, უბრალოდ რაც მიწის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებით არსებობს. ერთი არის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ და მეორე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო სამეურნეო მიზნის გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების, ღირებულებისა და ზიანის და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ. მაპატიეთ, მე გითხარით, რომ სწორედ მიწის კოდექსი არა გვაქვს, მაგრამ აი ეს მავნე რეგულაციები რაც არის დარჩენილი, საშუალებას იძლევა ხშირად სტატუსის შეცვლისა. გეთანხმები. ეს არის სწორედ მავნებობა. ნუ რაც შეეხება მიწის კოდექსს, მე უბრალოდ არ მესმის რა უნდა ჩავწეროთ მიწის კოდექსში, მართლა არ მესმის შინაარსი. რას უნდა ითვალისწინებდეს მიწის კოდექსი? ჩვენ ისედაც საკმაოდ ბევრი მავნებელი მუხლი გვაქვს და კიდე მესამე მავნე კანონის დამატება. ამასთან დაკავშირებით სრულიად ზედმეტი იქნება. აი ჭარ პოპულაციასთან დაკავშირებით და მეზობელ ქვეყნებთან დაკავშირებით ბატონო იერარქიაში მან უნდა დაიკავოს ძალიან საპატიო ადგილი. ბატონო დიმიტრი, აი მაინტერესებს მეზობელ ქვეყნებთან დაკავშირებით თუ ჩემზე არ ნაკლებად კარგად მოიხსენება კოდექსი და კანონის იერარქიაში ზუსტად ერთ და იგივე ადგილი უკავია. ბატონო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ განსაკუთრებული უპირატესობა უნდა მივანიჭოთ მიწაზე რეგულირებას. კარგით, მოდით ესე ვთქვა, რაც შეეხება პოპულაციას, ეს არის ღრმად არასწორი აზრი, ვინც არ უნდა თქვას ეს ან დიდი პატივისცემით ყველასთან, რომ პოპულაციის ანუ მომავალი ჩვენ გვეუბნება იმას, რომ მეტი მიწა გვჭირდება. მე-20 საუკუნის დასაწყისში ადამიანთა რაოდენობა იყო ბევრჯერ ნაკლები, ვიდრე დღეს არის დედამიწაზე და მათ ჭირდებოდათ ბევრჯერ მეტი მიწის ნაკვეთი, ვიდრე დღეს ჭირდება. ბატონო დიმიტრი ლაპარაკობდა მეზობელი ქვეყნების დაინტერესებაზე. ვახო, ანუ ტექნოლოგიის განვითარება, ტექნოლოგიების განვითარება, მათ შორის სასოფლო სამეურნეო ტექნოლოგიების განვითარება, ზოგადად გვეუბნება, გვიბიძგებს და გვაჩვენებს ისეთ ტენდენციებს, რომ ადამიანებს, კაცობრიობას მომავალში დაჭირდება უფრო ნაკლები მიწის ნაკვეთი იმისთვის, რომ რაღაცა საკვები მიიღოს. ამიტომ ყველა ეს საუბარი, მე მგონი ბატონ დიმიტრის ეს არ უთქვია, მაგრამ მე მომისმენია თუ არ ვწდებ თეატრულკიანისგანაც. ეს საუბარი, რომ ჩვენ დაგვჭირდება მეტი მიწის ნაკვეთი ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, იმიტომ რომ დანარჩენი კაცობრიობა იზრდება, ადამიანთა რაოდენობა იზრდება და სხვა ხალხი რაღაცა ამ თვალსაზრისით პრობლემის ქვეშ აღმოჩნდება. არასწორია. ჩვენ ადამიანებს, კაცობრიობას, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დაჭირდება უფრო ნაკლები მიწის ნაკვეთი იმისთვის, რომ საკვები პროდუქტი მიიღოს. ამიტომ ამ თვალსაზრისითაც მიწის გაფრთხილება ბჭყალებში მგონია, რომ არასწორია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა ვთქვა და მე მგონი ეს არის ძალიან ნათლად დასანახი ყველა ადამიანისთვის. მიწა უნდა კონდეს არა იმ ადამიანს, რომელიც ნაკლებად ეფექტურად მოიხმარს მიწის სიკეთეებს, არამედ იმ ადამიანს და იმ ორგანიზაციას თუ ვინც გინდა ის იყოს ის მოქალაქეობის მიუხედავად, ვინც უფრო ეფექტურად მოიხმარს მას. თუ საქართველოს მოქალაქეები მოიხმარენ უფრო ეფექტურად, თავისთავად ცხადია ის დარჩება საქართველოს მოქალაქეების ხელში, თუ მას მოიხმარენ უფრო ეფექტურად სხვა ქვეყნის მოქალაქეები, თავისთავად ცხადია ის უნდა კონდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს და საქართველოს მოქალაქეებმა ამ გაყიდვისგან, ამ ტრანზაქციისგან, იმ მოხმარებისგან, ანუ დასაქმებისგან ამ მიწაზე, ვთქვათ, უნდა მიიღოს უფრო მეტი სარგებელი, ვიდრე ის ამ მიწის დაკონსერვებით და შენახვით მიიღება. სწორედ ეს არის მეც ჩემი საკითხია. ბატონ დიმიტრი, ძალიან მოკლედ თუ შეიძლება. ეს უნდა იყოს სახელმწიფო სტრატეგიას დაქვემდებარებული თემა და არა ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ თურმე გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მთავრობა ვერ უზრუნველყოფს სტრატეგიის განხორციელებას გრძელვადიანს მიწასთან დაკავშირებით, ამიტომ ეს ცარიელი მიწები სასწრაფოდ უნდა მოვიცილოთ. რა ღირს მიწა ბატონო იაგო? 1 ჰექტარი. დაახლოებით სამეგრელოში თქვენს მშობლიურ სამეგრელოში რა ღირს 1 ჰექტარი მითხარით? არ ვიცი, არ მომიკითხია, მე მგონია რომ სამეგრელოში არსებობს სხვადასხვა ფასები მიწასთან დაკავშირებით. სულ ინვესტიცია ტევადი 350 მილიონი ლარის ღირებულების მიწა არსებობს. განა არ შეუძლია ერთ-ორ კორპორაციას
ბუკვალურად ერთი თვის მანძილზე შეიძინოს მთელი მიწები საქართველოს. აი ამ შემთხვევაში სტრატეგიული მიზანი აღმოჩნდება რომელიმე კორპორაციის ხელში აღმოჩნდეს ეს მიწები. რისთვის თქვენი ლოგიკის მიხედვით გამოდის რომ ჩვენ ამას წინააღმდეგობა არ უნდა გავუწიოთ. ბატონ დიმიტრი, რისთვის უნდა შეიძინოს? მე ვერ ხვდები საფრთხე თქვენ სათხედავთ საფრთხეს რომ პასუხი გაგცეთ უბრალოდ. საფრთხე სად არის? თუ თქვენ ამბობთ რომ რომელიმე კორპორაცია შეიძენს, ეს კორპორაცია ვალდებულია დაემორჩილოს ქართულ კანონმდებლობას. ანუ მე პრობლემას ვხედავ მხოლოდ მაშინ თუ ვიღაც არ ემორჩილება ქართულ კანონმდებლობას, როგორც არის ოკუპირებული ტერიტორიები. აი კორპორაციას თქვა თეორიულად შეიძინა მთელი ეს მიწები. რისთვის შეიძლება მან ეს გამოიყენოს? არა, მოდით ვახო, პირველი თქვა, ვისგან უნდა შეიძინოს? თუ მან შეიძინა საქართველოს მოქალაქეებისგან ნებაყოფლობითი გარიგების საფუძველზე, მე ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ხედავ, პირიქით საქართველოს მოქალაქეები იხეირებენ მათთვის შედარებით დაბალ ფასიან ნივთს, ანუ მიწის საკვეთებს, რომელიც ისინი ეფექტურად ვერ იყენებენ, გადაცვლიან. გასაგებია, მაგრამ ბატონი დიმიტრი ხედავს ამაში საფრთხეს, სწორედ მას მინდა ვკითხო, ცოტა კი გაგვიგრძელდა საუბარი, მოდით ამაზე მიპასუხეთ და შემდეგ დავასრულოთ ეს დისკუსია. ვთქვათ, თეორიულად დაუშვათ, რომ ერთმა ან ორმა კორპორაციამ ეს შეისყიდა თეორიულად და რა საფრთხე ჩნდება აქ? რა თქმა უნდა, საფრთხე არის ძალიან დიდი, გამომდინარე იქიდან, რომ დავიწყოთ ყველაზე უფრო ბანალური თემით. მიწაზე რეგულაციების არარსებობისა და მავალდებულებელი ნორმების არარსებობის პირობებში, თქვათ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ თანახმოვართ, რომ მთელი მიწები გავყიდოთ, ხო? ელემენტარულად ეს კორპორაცია, რომელიც შეიძენ შენგან მიწებს, საბოლოო ჯამში შენს წინააღმდეგ აწარმოებს გარკვეულ მოქმედებებს იმგვარად, რომ შენ აგროსექტორზე კი არ იქნები დამოკიდებული, რომ შენი სასურსათო პროგრამა საკუთარი მიწით შეივსო. არამედ იყო მუდმივად დამოკიდებული, როგორც მომხმარებელი, რაზეც სხვათა შორის ჩვენ 2010-11 წლებშიც ჰქონდა საუბარი აგროტერორიზმი უწოდეს მაშინ ექსპერტებმა, როდესაც ტრანსკონტინენტალურმა კომპანიებმა გახსოვთ თქვენ სიმინდი, ჰიბრიდული სიმინდი შემოიტანეს საქართველოში და მთელი აბაშის რაიონის მოსახლეობის პროტესტის საგანი იყო შემდგომში ის, რომ მან ფაქტურად გადააჯიშა ენდემური ადგილობრივი ჯიშები. გახსოვთ თქვენ, იყო ეს პრობლემა, ეს მე არ მომიგონებია. და როდესაც რეგულაციები არ არსებობს, როდესაც სტრატეგიული ისეთი მნიშვნელოვანი რესურსი, როგორც არის სასოფლო-სამეურნეო მიწის მიმართ, ჩვენ ელემენტარულად გვაქვს ესეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, რომ შეგვიძლია შეველიოთ მთელ მიწას ისე რომ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესი ამაში გამოკვეთილი არ იყოს, მე ვფიქრობ, რომ ეს არის დანაშაულებრივი დამოკიდებულება. მადლობ, მეც ვეღარ გავაგზავნებთ სამწუხაროდ დრო აღარა გვაქვს. დიმიტრი ლორთქიფანიძე და იაგო ხვიჩია იყვნენ ჩვენი სტუმრები გადაცემის ამ ნაწილში. მადლობა მათ გადაცემაში მონაწილეობისთვის.